მოკლედ ხორცი მომიტანა კობა ეს არის ღორი და რაღაც ვხედავ იმ ხელა რაღაცეები აქვს რო ეჭვი მაგ ძალიან ბევრი გადაიყრება ნუ მეც და სხვანაირი ნაჭრები მომაქვს მაგრამ ამიტომ მე უნდა წავსულიყავი ასე რომ ახლა უმადურობას აზრი არ აქვს მოკლედ 100 ლარი წაიღო მოიტანა ეს და პლუს 20 ლარი იც თუ 24 ლარი თუ რაღაც ხო ნუ რამდენის დავაბარე იმდენი მოიტანა ეს არის სულთლიანად 3 კილოზე მეტი საქონელი და ღორი ეხლა უნდა დავამუშაო და ტოლმა უნდა გავაკეთოთ გოგოებო იმიტომ რომ ანუ უნდა გავყინო რადგან არ მცალია და წინასწარ საქმე უნდა წავიგდო იმიტომ რომ ტოლმა არის ის რაც ჩემ ოჯახში ყველაზე მეტად უყვარს მოკლედ გოგოებო 2 კილო ღორის ხორცი 1 კილო საქონელი ხახვი მწვანილი ცოტა არ გეგონოთ გამოსატარებლად მინდა და დასაჭრელად კიდევ ზემოდან უნდა დავამატო დაჭრილიც მომწონს რო ჩანს ეს ამდენი ტოლმისთვის არ ამგონია მინდოდეს ძალიან ცოტა უნდა გადავინახო ასე ვთქვათ ბლინჩიკებისთვის იმიტომ რომ მარიკოს ძალიან უყვარს დაჭრილი გარეცხილი გასუფთავებულია ყველაფერი რასაც აქ ხედავთ და დრო არის ეს ყველაფერი გამოვატაროთ სიმართლე გითხრათ მე დაჭრილი უფრო მიყვარს ხახვი და ის ტოლმაში მაგრამ ამის დრო უბრალოდ და ნერვი აღარ მაქვს ჩემი ლომი მზად არის გარეთ და ესაც ჩვენი გამზადებული ხორცი დაუსრულებელი რა თქმა უნდა, ნუ გამოტარება დასრულდა. ესე იგი, სიყვარული მეტად რაჭის სამშტატის სიხარულით მინდა გაჩვენოთ რა, მოკლედ, გადავწყვიტე რომ ამისთვის ბრინჯი გამერია, ეს გახლავთ რა ქვია, ბლინჩიკების შიგთავსი, არ ვიცი როგორ ჩანს, სიმართლე გითხრათ, რაღაცა მცლად კარგად არ უნდა ჩანდეს, მაგრამ მოკლედ, შიგთავსი მზად გვაქვს ეხლა მე მინდა რომ ცოტა ვიამაყო შენც გინდა დედიკო იმით რომ ანუ ხალხო პირველად რო აკეთებ და ასე მაგარს რო აკეთებ ნუ ეხლა უკეთესებიც მაქვს დანახი მაგრამ ეს არის ცომი ხო ანუ ერთი წუთით ალბათ ხვდებით ხო რა კარგი ცომია ხო და ანუ ძალიან ცუდად მიყენია შტატივი და ამ პროცესს ვერ დავინახავთ ერთი წელი. თქმა უნდა ზოგი გამომივიდა, კარგი ზოგი ოდნავ მიბრაწული, მაგრამ მთლიანობაში ყოჩა დიდი ლაიქი ჩემს თავს და დავიწყოთ. დედიკო, სულ ერთი წამი ანუ ეს ახლა ადრე მომზადებული კი მაქვს მე ერთი წუთი დედიკო ერთი ცალი გავაკეთო შვილო არც ვიცი რას ვაკეთებ ნორმალურად. ანუ მომზადებული მქონდა ესე შეხვეული. ცომი ნამდვილად არასდროს არ მომიმზადებია და ახლა თავს ვერ ვიქებ ამით, ნამდვილად არ ვიცი. ანუ მართლა არ ვიცი. არც ვიცი როგორი გემო გამოიქნება, თუმცა პირველი მზად არის. ეს გახლავთ იმ ტაფაში გაკეთებული, რომელიც ვიდეოში გაჩვენეთ და ვფიქრობ, რომ ზომა საკამაოდ ნორმალურია და მაგაზე მეტი, რა ვიცი, არ მგონია უნდოდეს. ესენი უნდა გაიყინოს აუცილებლად გოგოებო, თუმცა მანამდე ის უნდა ვქნათ, რა ქვია, უნდა მეთქვა.
ტოლმა მაქვს ნახევარი შედგმული, რომ გავყინო და ნახევარი ისევ შესახვევი მაქვს, იმიტომ რომ ის არის არ ჩაეტია მოკლედ და გადავწყვიტე რომ ავდგე და იმას ვქნა, რა ქვია. მერე შევახვიო და ეს მინდოდა ძალიან რომ გამეკეთებინა და შესაბამისად აი ამის იმის გამო ასე ვთქვათ გადავწყვიტე რომ ცოტა ნელა ვაკეთებ და ხე კი არ დამცინოთ, იმიტომ რომ ძლივს ვაკეთებ. არა ძლივს არა, მაგრამ ანუ არ მინდა რომ გამეხეს. ვფიქრობ რომ ზომა ნორმალურია. ესეთი პლუსი მე. რახოთ რამდენ პლუს დავიწერთ. ანუ ძალიან საყვარელი ზომი გამოვიდა, ვიდეო რეცეპტს ვუყურე. უკვე 3 იყო. კი, ვუყურე ვიდეო რეცეპტს გოგოებო, აპოლინას სამყარო როა, ხო და ოდნავ ავწდით პროპორციებში, მაგრამ მთლიანობაში ანუ ერთი და იგივე გამოვიდა მაინც რა, მთლიანობაში რომ ვთვალოთ. შიგთავსი გავსინჯე ბრინჯის გარეშე, ოღონდ სანამ ბრინჯს გავურევდი, მოკლედ გავსინჯე ჩვენი შიგთავსი შეზავებული და იყო ძალიან გემრიელი და თქო უნდა ხა ბრინჯთაც იქნება გემრიელი. ხო და მოკლედ აუ ეს რანაირად არა, всё. დავასწორე ვერა. ავარდისფერი შვილი. ასე, რამდენიმე უნდა შეუწვა მარიკოს, იმიტომ რომ ძალიან უყვარს და ნახოთ როგორ მიირთმევს. დანარჩენი გავყინო. იქიდან გამომდინარე ეს არის როგორც მზირას მიირთმევ დაახლოებით, აი ეგეთი საჭმელი. აქაც რაც მაქვს საკმაოდ ბევრია და ანუ აქაც კარგად ბევრი მაქვს, მინდა გითხრათ. ხო და შეფერს ხურცი დარჩეს კიდეც. გონცი არა. პირველად გაკეთებული სკვალობაზე ვფიქრობ რომ არის იდეალური. ზაფხულივით ამინდია. მაღაზიებში და სადღაც საბოდიალოდ მივდიოდით პროდუქტების საყიდლად, მაგრამ მამას დაუძინია სამსახურიდან მოვიდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ხო, კი არ უდარეული აქ ხავრობა, მაგრამ არ მაინტერესებს მივდივარ ყავის დასალევად, ბიცოლა ჩემთან. მანამდე იმედი მაქვს მამაც გაიყვიტებს, აქვე მივდივარ ხო იცით. ხო და წავედით. გადასარევემზია და ვინმე მკითხეთ სარეცხს რატო არ ვყრი, როცა მაქვს და სარეცხი, მაგრამ ახლა არის გაგონება მინდა გარდა იმისა რომ ყავა უნდა დავლიო. საკმაოდ გვიანია უკვე 3 საათს გადაცდა და იმედი მაქვს მამა ისე დროს გაიღვიძებს რომ შევძლებთ პროდუქტების ყიდვას. გაიღვიძე მა. კარგია? მოვედი, მოკლედ საყიდლებიდან ძალიან გადავიღალეთ, სიმართლე გითხრათ, იმდენი ბარგი ვათრიეთ. ხო, ნუ ამას კი ხედავთ რაც არის. ესე იგი დავიშოკე რითი ახლავე მოგახსენებთ. ვითომ მამა საუბრობდა და რაღაცა დისკუსია გქონდა თევზის ფასთან დაკავშირებით. სკუმბრია ვიყიდე სულ 4 ცალი და გადავიხადე მეგობრებო თითქმის 34 ლარი. უბრალოდ მოკლედ რასაც თქვენ აქ ნახავთ, რაც გაჩვენეთ და რაც არ მიჩვენებია გუშინ ხორცი და რაღაცები მოკლედ სრულად თითქმის 500 ლარზე მეტი დაიხარჯა და წინ გველის ხილი, წინ გველის ბოსტნეული, წინ გველის ტკბილეული, წვენები, ანუ კიდევ ძალიან ბევრი რა. მოკლედ შევიარე მაღაზიაში და ძალიან ბევრი სათამაშო გვაქვს სახში, მაგრამ მინდოდა რომ მეყიდა ახალი, ანუ ის რაც ჯერ არ გამოგვიყენებია, იდეაში არის მაღლა გამოგვიყენებია, რაც იქ არის, მაგრამ ანუ ნაყიდი მინდოდა კონკრეტულად. იმიტომ რომ ამას წიათ ვნახე და ძალიან საყვარლებია და გადავწყვიტე რომ მეყიდა აქ ცოტა პორტრეტის გამო ისე ჩანს მთლად მოწოდების ნუ არყევი იმაზე არ არის, მაგრამ მოკლედ ესენია დედიკო დასაკიდებელი დადე, ამაში გადავიხადე 3 ლარი ორივეში, სუფთა სახსადის ფაზეკლება გქონდა.
ასევე ვიყიდე ეს გოგოც უნდა და მე საერთოდ გიждები მსგავს სათამაშოებზე და ძალიან მიყვარს, აი ძალიან ხო და ვიყიდე, ოღონდ არ მახსოვს ამაში რა გადავიხადე, იმიტომ რომ ერთად ვიყიდე ხო ხდებით და ეს დიდად რატომღაც არ დავკვირვები ვარ, თუმცა გვირი არ ყიდა. Colgate-ი, რომელიც ღირდა გოგოებო 9 და რაღაც და ვინც იყენებ Colgate-ს, იცით რომ ჯერ მარტო ერთი ღირს ხოლმე 9 და რაღაც, ანუ ძალიან კაი ფასდაკლება გქონდათ და 1+1, ანუ 2 ცალი შევიძინე. მოიცადედიკო, გავაგრძელოთ. ასევე ვიყიდე მისალოცი, ამდენად გქონდა, არ მიწოდა, მაგრამ ეყაროს, ესე ვიცი ხოლმე ეყაროს და მე ვეღარ პოულობთ და ნუ რა ვიცი. ნახოთ აბა როგორებია. მარიკო გაუშვი ხელი, მანდ აღარაფერი არის საშენო თუ შეიძლება. ეს უნდა გამოიღო მოკლედ. ხო და იმას ქნა რა ქვია. ვაიმე მიშველეთ რა ვქენი. აი მე რა ვქენი გავაფუჭე ხალ, ხო? ხო, მაგრამ ეს რატო იხსნება? უნდა გამოჭრა თუ ვერ გავუგე. ეს რატო ვარდება აბა? რაც ვერ გავიგე, მოდი ეგრევე მიფულოცოთ და ჩაუდოთ მერე. აი ეს გამოჭერი, ეგარ გამოჭრა, მომიტანე ეს გაფუჭებულია, შეგიძლია გამოიყენო. მოდი ეს ცოტა ვერ გავიგე როგორ უნდა მექნა. ეს უნიკორნის მომიტანე თუ შეიძლება. კაი. ეს თან ანუ ვერ ვხვდები. კაი არ მაინტერესებს. ხო, ეს ვიყიდეთ სუფთა სახლში 14-15 მე ზუსტად არ მახსოვს. ერთი წამით, რატო გითხარი ეს აიღე თქო დედა და ეს გამოჭერი გინდა? აბა რა გინდა მაგრამ? არა დე, ეს უნდა გამოჭრა აქეთ, საყვარელო, ეს დე. ხო და გუშინ წინ ვიყავით სუფთა სახლში და ამაზე გადაირია და მეთქი დავპირდე ოცოთ გიყიდით ხო და ხო და ვიყიდეთ, მოკლედ ეს არის პიკოს საჩუქარი. ასევე ვიყიდე ჩემი სიყვარული რძისფერი ფრჩხილის ლაქი, რომელშიც სადღაც 4 ლარამდე გადავიხადე. მოდი ჯერ რაცა ჰიგიენები მოვრჩეთ, მე რამდენი რამეა მიშველეთ. ანუ სად უნდა წავიღო ხო არ იცით ამდენი რამე. სულ არა მაქვს ამ ხელასახლი. ხელსახოცები. ეს წინაზე ვიყიდე და კარგად გამოვიყენეთ საპირფარეშოსთვის 4 ლარი ხეთა. ნუ სტანდარტულად 3 ლარამდე. დედიკო, ისინი მომეცი რა საჩუქრები, ბანტები რო კიდია, ასევე 4 ლარამდე. ეს გასეძებ საჩუქრები თქო, საჩუქრები. ეგენი ხო? და ასევე შევიძინე აი ესეთი პაწაწუნები, იმიტომ რომ დიდები არ არის, პატარებია, ხო და მივაგენი ძალიან დაბალ ფასში და თან პაწაწუნები მინდოდა, არ მინდოდა კაცო დიდები. ხო და ისინი ყვავილებით გამოჭერდი და რა ყვავილები სიყვარულო? არ ვიცი რა ყვავილები გამოჭრა, ვაიმე, არ ვიხელა ეს არ გადავიდიო. რა ყვავილები? ხო, გამოჭერი. მოკლედ საჩუქრებს, რომლებიც უკვე განვყუთეთ, მოვათავსებთ აი აქ და ვუალა, აბსოლუტურად კარგად ეტევათ, ძალიან სწორი არჩევანი იყო ამისი ყიდვა და შევცდი მე, იცი რა, ვფიქრობ რომ კიდევ უნდა მეყიდა. ნამდვილად კიდევ უნდა მეყიდა. ესეთები, მაგრამ თუ მოვხვდები იქით აუცილებლად ვიყიდი. კიდევ იმიტომ რომ სხვებისთვისაც უნდა თუნდაც ელემენტარული შოკოლადი იყოს, არ აქვს მნიშვნელობა. ესენი ჩავუდოთ და მერე დავაწერ. ცოტა ვერ მივხვდი ეს რა სტილია, მაგრამ ნუ კაი გავიაროთ. ანუ მართლა ვერ, აი აშკარად გამოსაჭრელივით არის რა. თუ უნდა გამოვჭრეს, მე რიქურსმეს აღარ იქნება და ანუ ვერ მივხვდი. და მე რაღაცას ვერ ვხვდები, ძალიან მეშლება ხოლმე მე ნერვები. კაი. ეს ჩავდეთ, მეორეშიც ჩავდეთ. შეიძლება ეგეთია, რავი, არ ვიცი, ვერ გეტყვით.
აღარა მაქვს მაგის ნერვი დღეს. უი, რა კარგად გამოჭერი, სიყვარულო, ყოჩახ, სიყვარულო და მოკლედ ხვალ ეს საჩუქრები ჩაბარდება პატრონებს უკაცრავად. ეს დავდოთ აი აქ. ეს ასე. ეს ჰიგიენურ ნაწილს მოვჭით? თუ ჯერ კიდევ თავზე მაყრია რაღაცები, ეს ანუ ძალიან ბევრი რაღაცა მაქვს რეალურად და რატო არ ვიყიდე ესეთი კაი, როდის მოხვდები მე კაცმა აღარ იცის ახლა იქით, მაგრამ ესენი მჭირდება რაღაცეებისთვის ძალიან კაია რომ შემხვდა და ვიყიდე. უბრალოდ რომ შევედი იმ კონკრეტულ მაღაზიაში, მაგაში, ვაიმე დედიკო, შენი ისა იღერა გთხოვ თუ გიყვარდე. კარგი, დავიწყოთ შედარებით, ვაიმე, ეს არ გალღვეს. ამა საერთოდ ვერ მივირთხევდი გოგოებო, ქათმისას იცით. და არ ვიცი, სოფელში რომ ვიყავი, უცებ ძალიან მომეწონა ბებოსთან. ოღონდ ვერ ვიტანდი, აი როგორ ვერ ვიტანდი, ვერ აგიხსნა რა. ვიჩი კი არ არის სიყვარულო ეს. და ბატონო. ძალიან მომწონს ქორნისოვან. უნდა მოგწონდეს სიყვარულო. ხო, მოკლედ სოკოს რაც შეეხება, რაც დაბალკალორიული, ესეთი სოკო ვიყეთ, ზოგადად სოკოა ყველა დაბალკალორიული. არა და ხო და ესენი ვიყიდე, სხვა სოკოც უნდა მოვიტანო აუდ ვაგზლიდან. ზეთი 6 ლარამდე, დიდი უნდა მეყიდა, მაგრამ ნუ რა ვიღარ ვიყიდე. კაი, სიყვარულო, კი ბატონო, შენ თქვი პირველი, მაგრამ მე მაიტოს მაიონეზები სად არის? ხო, ეს ორი, რომელიც ძალიან მჭირდება. უი, ხალხო, ფილე არ მიყიდია. დაგავიწყდა. ნერვები მეშლება. აი, მოკლედ. გავაგრძელებ. ორ ნაბიჯი, ყველაფერში ერთად, რაც ორი ნაბიჯის პროდუქცია იყო. გადავიხადე 150 ლარი. ესეთები ვიყიდე 3 ცალი გოგოებო და მოგხსენებათ დაგჭირდება. ტომატ პასტა, რომელიც ძალიან მიყვარს, ყუთისაც ძალიან მიყვარს, მაგრამ არ ვიცი, ის ყუთის იქ ვერ ვიპოვე და 4 და რაღაც და 5 და რაღაც არ ვიცი. ასევე ვიყიდე სიმინდი. ბატონო, უი, დამივარდა დე, მანდ დადე რა სიყვარულო რა. სიმინდი ვიყიდე, იმიტომ რომ რაღაცა სალათი მინდა გავაკეთო, ჯერ არ ვიცი ზუსტად როგორი და არანაირი. ეს ვიყიდე 2 ცალი, ერთი მამასთვის, ერთი ჩვენთვის. რა თქმა უნდა, რაც გაკეთდება აბსოლუტურად ყველაფერი კონტეინერებით მამასთანაც ავა. ბუნებრივია. სუნელები ვიყიდე, ეს რა ვიყიდე, ხმელი. წითელი წიწაკა, ეგეთი პაპრიკა, ქონდარი. ეს წონით უნდა მეყიდა და რატო გადავწყვიტე რომ ბანკით მეყიდა, მაინც ვერ ბანკა. აი როგორ მეტყობა, რომ აი იმის რა ქვია, ხუხბის ხელა ქილა. ადრე უფრო ბანკას იყე. კარგი, ტყემალი, სხვათა შორის ეს ტყემალი გავსინჯე და ძალიან მომეწონა და ამიტომ გადავწყვიტე რომ კიდე ეს მეყიდა. რა ვეთქლარამდე თუ რაღაც წარმახსოვს. ეს ასე ბატონო დედა ბატონო. ასევე შევიძინე 2 ცალი კვერცხი. მამას ვუყიდე ასევე საჩუქარი, ხუდი, ოღონდ მაზია, ელვაზია და ასევე ჩემს მე რატო დაჭერი? რატო ჭრი ეგრე? გააფუჭე ახლა შენ იცი? და ასევე ჩემი უღლეს ვუყიდე საჩუქრად ხუდი. ასე რომ დღეს ხუდების დღე გვქონდა, ვერ მოვითმინე, ანუ მე მოთმენების უნარი საერთოდ არ გამაჩნია, ანუ ვერ დაველოდები ხა ხალწას როდის მოდო, მე როდის ანუ არ შემეძლია. იმიტომ რომ უკვე ნაყიდი მაქვს. ხო და ავდექი და გადავეცი მამას უკვე და ძალიან მოეწონა. და ზომაც სასწორად შევიჩევია და ასევე ჩემს მეუღლეს ვუყიდე. ხო და რომ მოვა უნდა დავახმო.
ასევე ვიყიდე მარიკოსთვის ეს თბილი რეიტუს და მქონდა რომ დიდი ზომა, მაგრამ ძალიან პაწაწუნა იყო ის რაღაცა რაც მაჩვენეს, ამიტომ ჯობდობ დიდი წაომეღო, ხო დედა. ასევე წინდა ჩემთვის და მილიარდ ნახევარი წინდა გვაქვს უკვე ნაყიდი, დაკარგული, გადაყრული, როგორც მგონი ყველა ოჯახს და ძალიან მომეწონა ეს აუ რა პორტრეტის რო ვიღებ კარგად არ ჩანს ხოლმე. მოკლედ ის ვიყიდე რა ქვია, წინდა მარიკოსთვის ხუდებში და ამ წინდებში გადავიხადე თითქმის 130 ლარამდე რაღაცა ეგრე მოკლედ და ცოტა დამიკლეს თვალსუცილა რაღაცა ეგრე დამიკლო მოკლედ. ასევე ვიყიდე 9 კილო ფარში. ხორციდან გამოვატარებინე მოკლედ ფარშია. ეს არის ღორი. აი კომპოსტო თუ არ მიყიდია ვინმე დამკალით აქვე, აი დამკალით. აი მე კი არ მომკლათ ხალხო დამკალით ეხლა თუ მე სამავიწყდა რა ქვია. ჟავი არ მინდა ხა გამოვაპურწი, არა მაგის ნერვინი არა, მაგ ერთი წუთით. კარგი, შემდეგ. აი მე დედამიშველეთ რამცინია. ხო, მამა ჩემო წამიყვანა და მეხმარებოდა გზა და გზა. მაკითხავდა და მიქონდა. ხახვი ვიყიდე. ვიყიდე წითელი და მწვანე ბულგარული. ვიყიდე ნიგოზი. არ ვიცი, რომ მეყოფა თუ არა მე ზუსტად ნიგოზებში კარგად ვერ ვერკვევი და იმედი მაქვს, რომ მეყოფა და პრინციპში ბევრს არაფერს არ ვაკეთებ, ბევრში არაფერში არ დამჭირდება უფრო სწორად და ალბათ უნდა მეყოს სავარაუდოდ. ნახოთ. შენიერი. დე, ნიგოზი გინდა? ხო გიყვარს, მე ერთვი დე. მე საკმაოდ ქათქათა. ახლა დასაფილო. არა და ფილე პირველი მეწერა. და ფილე დამავიწყდა. კომბოსტო. ორი დღე ტორმის კეთების განკუთრდა თუ არ. მაგრამ დამაკდა და მოკლედ მოვიტანე ერთი სალი. და ვიყიდე ნიორი და ბადრიჯანი, ეს არის დაახლოებით 7 ლარამდე ბადრიჯანი. ასე. ესეც ასე ხელზე დასადები არ არის, დედი უნდა მიეცვა. ეხლა დავახარისხოთ ესენი, თორე უკვე შევაგული წავივიდეს და დავეცე თქვენს წინაშე გავიშყავართო ისევ გაღლილი. ჩემი სახლი არაფერს და ჩემი სახლი მოკლედ რო აგიხსნათ გარბის. ოღონდ მართლა გარბის. იმიტომ რომ პატარა სივრცე რო არის უცებ ლაგდება, უცებ ირევა. ეს უცებ ლაგდება, ისე ვამბობ, თორე უცებ კი არ ლაგდება, მაგრამ უცებ ნამდვილად ირევა. აი, ეხლა ჩვენ რა გვინდა? კიდევ კარგი რომ არ ვიყიდე გოგოებო, ჭადის ფული, იმიტომ რომ სახლში მაქვს ცოტა და ახალწლად ძალიან მინდა რომ ვიყიდო მეთქი რომ გავაკეთო და ყველა ვარიანტში უნდა გავაკეთო. შევდოთ. ვინმე ხარ ვისაც გაგიჩნდებათ კითხვა რატომ არ ვრეცხავ თქვათ ბოსტნეულს და არ ვალაგებ, გეტყვით რომ ძალიან მალე ფუჭდება, როდესაც გარეცხ მდგომარეობაში შეალაგებთ, ამიტომ ჩემი რჩევა ჯერ შეალაგო და როცა გჭირდებათ უშუალოდ მაშინ დაასუფთავოთ ხილით და ბოსტნეულს. აი. ბოდიშიდე. რამხელა? რა დედა? ეს და ლიუსკი არა პატარა. ასე ყოლი ვიყიდე და ეხა ცოტა ნანობ მეტი უნდა მეყიდა აშკარად. და ყომიდან უყვაში მინდა. იმიტომ რომ ოჯახში ყველის ისინი ვართ, რა ქვია, თქვენთან არ ვიცი. მე მგონი ყველას უყვარს ზოგადად საქართველოში უმრავლესობას, ყოველ შემთხვევაში ყველი, აი ეგეთი შეგრძნება მაქვს მე, იმიტომ რომ
ყველაზე ნუ მეჭყვა მეკეტება ჩუქურთივად. ძალიან მიხარია ისეთი ზედები ცოტა უკეთ მომერგო ხალხო, რაზეც ვერ ვიფიქრებდი, რომ ესე მარტივად მომერგებოდა სიმართლე რომ გითხრათ. კარგად კი არ მომერგო, უკვე ცოტა თავისუფლად ვარ. რაც ნიშნავს იმას, რომ ორგანიზმს უკვე კლება დაწყებული აქვს და რაც ძალიან მახარებს ბუნებრივია. ეს ასე. უი, კვარცხისთვის ადგილი მათივე შეტყვა დავიტოვე დამჟავეულობისთვის ვერ ხვდები. ხო, გამოვიღოთ საკმაოდ ბევრი ფარში დამრჩა, გუშინდელი, ეს არის ღორისაქონელი ტოლმისთვის მომზადებული და ამიტომაც რადგან მამას უშუალოდ აკეთა იყო, რომ აუცილებლად ტოლმა უნდა იყოს ბევრი, იმიტომ რომ ტოლმაზე გიждდებით ყველა და ძალიან მიყვარს განსაკუთრებით პურით, მაგრამ რას ვიზავთ. და ეს არის, მე რა მინდოდა? რა არის სიყვარული? ხაჯები იყო. კაი. გამოიწვა. ხო და ჟავეული კონტეინერებით ხوار გადავიტანოთ ხო ვფიქრობ. ან უბრალოდ კონტეინერში ცელოფნით ხო ან ვერ გავიგე როგორ უნდა შევინახო. რომ აი მე დედაც რომ ჟავე ვიყიდე თუ რატო ასე მძიმე რა ვიყიდე კიდე. კომბოსტო მიყიდიო. ამდენი თუ იყო არ ვიცოდი, ნართლა არ ვიცოდი. რავი 4 ლარამდე თქო და კარგად ბევრი ყოფილა მინდა თქვა. კარგი ჩვენ გვინდა ახლა. ციცაკის მჟავე, ისი აღმატებულება. ჯერ ასე ჩავდებ და შემდეგ დავახარისხებ, რომ ხა ეგ არ ვიწუწაოთ თქვენს წინ. მერე დავახარისხებ ამებს სიხარულით და პომიდორის ვიყიდე დაახლოებით 4 ლარის იყოს თქო თუ 4 ლარისა ბოდში 3 ცალია ამიწონეთ თქო და არ ვიცი რამდენის იყო, მაგრამ უზარმაზარია ხალხო აი თქო დავჭრათ რომ ესე ხო ვერ დავდექი მოციქრატო. აი უზარმაზარი სხვა სიტყვები არ აქვს. ეს რა თქმა უნდა არ ეწება და კომბოსტო ვეშაპი, ძალიან. ამას ნამდვილად ესე ვერსად ვერ დავდებთ. ასე. ოღონდ ნახე რა არის პრობლემა, ადგილი არ არის. მოდი კითხვის მჟავაზე რაღაცებს გამოვიღებ მე. აიმე, გადავიხშებ, გადავიწვე. უკვე ვატყობ, რომ უნდა გადავდგაქაურობა ნერვებით. ისე ვარ უკვე იმდენი რამეა, რომ ვერ გავიგე სადრა და როგორ ხნა. შენი სიყვარულო ეგნი არ ამომივა იმაზე რა ქვია. მე კიდე უნდა დავიმატო კაკაი, უნდა ეკეთებას. შენ კაკაი გავხოდა ფლანზე თქვენ ბაჟე. მე კიდე უნდა დავიმატო. მიირჩი. ესენი დროებით ახლა ფიტ მაცივარში. ამებს დავალაგებ გოგოებო, დავახარისხებ ყველაფერს. აი, რაც ვიყიდე რა. მერე აი მე დედა კვერცხის ადგილი აღარა მაქვს მიშველეთ. კვერცხს ბუნებრივია მაცივრის გარეშე ვერ დავტოვებთ. ვუალა! გაიწევს. იმდენ რამე შევტანე. ასე. ეს გჭირდება. უფრო სწორკობაზე ვართ განსაკუთრებით ჩვენ. და
ჩემს კალორიულ დეფიციტზეც არის სხვათა შორის, იმიტომ რომ ცილა, რაც აუცილებელია და თან ის არის. ანაყრებს მოხარშული ძალიან. ეხლა მეგუშინ შემწარი მივირთვი თავის ჩაშუშული კომბოსტო გავიკეთე ყველი და მაგარა ვიქეით, ვეღონ ძალიან გვიან მივირთვი, იმიტომ რომ არ მეცალა და ვერ მივირთვი და შემწვარმა რო გითხრათ, რომ აუ მაგრა დამანაყრა მოგატყუებთ. თან ესე კი არ შეწუთ ცხიმში და რამე წყალზე რა, ხო და დიდად შემწვარი ხარ, მე არ ცხიმიანი მანაყრებს სიმართლე გითხრათ, როცა შეზღუდულ კვებაზე ვარ, ახლა როცა პურით მივირთმევ და ნახევარპურს გადაიფებ ბეჭდზე, იქ სხვა ამბავია. აგერ მოვაგროვე ცელოფნები, ვაიმე ჩემი კვალი მირეკას ეწუდი. დარდობდა, რომ ვისი სანტაცავარო, ნეტავიო ხო, თუ მოეწონებაო, საჩუქარო დედა რა გავხდა და წაიკრა თავზე, ის არა ქვია ბედენა და წამოწვა მგლოვიან. მე მევთხარი და თუ არ მოეწონება ხო? აი შენ ბასტიბუს მევთხარი ახლა. შენა გული თუ ყიდე? არ მომატყუო მევთხარი. კიო, თუ არ მოეწონება მევთხარი, წამოიღო მევაჩუქე მევთხარი, კარგად უთხარი, რა ნერვიულებ და ხო, შენა მევთხარი გულით აჩუქე, ამდენი იქნება, ამდენი აჩუქე და თუ არ მოეწონება, რა ვიცი ახლა, კაცია და გუნება შეიძლება ახლა, ვაფშემ ბეიტლი მაჩუქო, მაგრამ ვაფშემ არ მომეწონოს ხო? ახლა თუ მე ბეიტლს გადაჭყვი, თუ არ ვიტყვი, მაგრამ ისე რომ ვთქვათ, რაც სიკვდილად მიატარება მაინც არ ვიცი, მაგრამ გავყიდი და ჩავიკუჭამ ჯიბეში ფულს. აჰა.